გამარჯობა, ეს არის ახალი 6 სტუდიაში ნატა ასეთიანი მუშაობს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და რეგიონებში მრავალი ღონისძიება იყო დაგეგმილი. თბილისში თავისუფლების მოედანზე ახალწვეულებმა სამხედრო ფიცის საზეიმო ვითარებაში დადეს. დილიდან ვარდების მოედანზე თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა იყო გამოფენილი. თბილისის თავზე სამხედრო ავიაციამ გადაიფრინა, სპეციალური ბუკლეტები ჩამოყარა და ორფერი კვამლით თბილისის ცაზე საქართველოს დროშა გამოსახა. 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე გვანცა პაპავაძე ამზადებს სიუჟეტს, რასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის მრავალი თაობის მონაპოვარი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სპეციალურ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. ამასთან პრემიერმა დღევანდელ მიმართვაში პირობა დადო, რომ განსხვავებულობის გამო არავინ დაისჯება და კანონის წინაშე მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა ყველა თანასწორი იქნება. ჩემო თანამოქალაქეებო, გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გილოცავთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. გილოცავ ამ დღეს უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. 95 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, ჩვენი წინაპრების ოცნება ახდა და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის მრავალი თაობის მონაპოვარი, 26 მაისი ჩვენი გამაერთიანებელია. დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის ქართველი ხალხის თავგანწირვას, საქართველოს სახელმწიფოების აღდგენისათვის ბრძოლას უკვალოდ დარჩაულია. 26 მაისს ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. სახელმწიფოს პოლიტიკურ ფორმად კი დემოკრატიული რესპუბლიკა გამოცხადდა. დემოკრატიული მმართველობა ევროპული ქვეყნების ცხოვრების წესი, ეს აიჩიეს ჩვენმა წინაპრებმა. თუმცა ამ არჩევნის გამო ჩვენი ქვეყანა მალევე დასაჯა წითელმა არმიამ. მას შემდეგ საქართველომ უმძიმესი გზა გამოიარა. 10 წლების განმავლობაში მას მოუწია არსებობა საბჭოთა იმპერიაში. ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში და ასეთი ტერორიზმის პირობებშიც კი ქართველმა ხალხმა გადაარჩინა დამოუკიდებლობის იდეა და მრავალი ათეული წლის შემდეგ 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. დამოუკიდებლობის იდეა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დგას. სწორედ ამ ქვაკუთხედზე უნდა ავაშენოთ დემოკრატიული ინსტიტუტები, იმისათვის რომ გავხდეთ ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული სრულფასოვანი წევრი. ეს არის რთული, უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი გზა. ჩვენ ვალდებული ვართ საქართველოს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ცივილიზებული ცხოვრების წესზე გადავიყვანოთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრება. ჩვენ დიდი ტრადიციების ქვეყანა ვართ, მაგრამ თითქმის არ აგვაქვს დემოკრატიაში ცხოვრების გამოცდილება. ეს უნდა ვისწავლოთ ყველამ, ხელისუფლებამაც და ხალხმაც. დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების მოწესრიგება, დეოკუპაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია, ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის განუყოფელი ნაწილია. ეს არის ჩვენს წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევები და ჩვენ ღირსეულად უნდა გავუკლავდეთ ამ გამოწვევებს. სახელმწიფომ კანონმა და სასამართლომ უნდა აღადგინოს სამართლიანობა, თორემ სხვანაირად უსამართლობა ახალ უსამართლობას შობს. ზალადობა ახალ ზალადობას და აღარ დამთავრდება კიშბი და ანგარიშწორება. ქვეყანაში განუკითხაობა დაისადგურებს და ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგება. ჩვენ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ერთსა და ბერს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაგისრია. საქვეყნო საქმეში სამხრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს. ხელისუფლებას ძალიან დიდი ტვირთი აწევს. მან უნდა უხელმძღვანელოს ჩვენი ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარების პროცესს. ამ პროცესში კი უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მონაწილეობა. ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს გვჯერა თქვენი შესაძლებლობების. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი თქვენი მხარდაჭერის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დაგვეხმარებით ისე გავიაროთ ეს ურთულესი ეტაპი, რომ არ დაუშვათ არსებითი შეცდომები. პირობას გაძლევთ, რომ წინ აღუდგებით ნებისმიერ უკანონობას. ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქვეყანაში ყველა ერთი იქნება კანონის წინაშე, მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა. პირობას გაძლევთ განსხვავებულობის გამო თავისუფალი აზრისათვის, თავისუფალი სიტყვისათვის არავინ დაისჯება. ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ადათ-წესების, მაგრამ ახლის შეთვისება და შექმნაც ქართული ტრადიციის განუხრელი ნაწილია.
ჩვენ ღირსეული უნდა ვიყოთ არა მარტო ჩვენი ტრადიციების ერთგულებაში, არამედ სხვათა წესჩვეულებებისა და ტრადიციების პატივისცემაში. ჩვენ ყოველთვის კრიტიკულად უნდა მივუდგეთ როგორც ფსევდოტრადიციულობაში ჩაკეტილ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მსოფლმხედველობას, ისე ყოველივე უცხოურის, ყოველივე ახლის დაუფიქრებელ, გაუაზრებელ მიმბაძველობას. ჩვენ უნდა გავხდეთ სტაბილური და ეკონომიურად მიმზიდველი ქვეყანა. ყველაფერი უნდა ვიყვნოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და საერთოდ ერთად დავაშენოთ საერთო სახელმწიფო, რომელიც სამშობლო იქნება ყველასათვის. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მიულოცო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს, რომელთა გმირობა და თავგანწირვა ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრების დაცვას ემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მომავლის შენების პროცესში თავისი როლი შეასრულონ უმცირესობების, ყველა ეროვნების, ყველა ასაკის, ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლება. ჩვენ ყველას გვაერთიანებს საერთო მიზანი და ეს არის დემოკრატიული საქართველო. ჩვენი მიზანია ისეთი სახელმწიფოს შექმნა, სადაც პატივსცემენ განსხვავებულ აზრს, სადაც პატივსცემენ ადამიანის არჩევანს, სადაც მოქმედებს სამართლიანი კანონები და ამ კანონებს ემორჩილებიან, სადაც სასამართლოს განაჩენი მიუკვერძებელია, სადაც ბიზნესი თავისუფალია. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ჩვენს ხალხს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც ქვეყანას დასჭირდა თავისი შვილებისაგან. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი ვალდებულებაა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო. ამას კი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განცდით ცხოვრება სჭირდება. გისურვებთ ყველას მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, გაძლიერებას, კეთილდღეობას, გისურვებთ ყოველთვის გიამაყებოდეთ დამოუკიდებელ დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება. წარმატებებს გისურვებთ ყველას. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიზიტით ავღანეთში იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ში პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ჯარისკაცებთან ერთად აღნიშნავს. Facebook-ში პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე შესაბამისი ფოტომასალაც გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს უფროსი ვაჟი ედვარდი ახლავს თან. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დამოუკიდებლობის დღეს საფრანგეთში ლევილის მამულს ესტუმრა. ალექსი პეტრიაშვილმა ლევილის სასაფლაოზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეთაურის ნოე ჟორდანიასა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა საფლავები ყვავილებით შეამკო. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის დღე ლევილიდან მიულოცა და ქვეყნის გაერთიანება უსურვა. მოგილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, ის რაც გააკეთა ჩვენმა წინაპრებმა მომავალი თაობებისთვის, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, უნდა განვამტკიცოთ და მომავალში ერთად უნდა ვიზეიმოთ გაერთიანებული, გამთლიანებული და გაძლიერებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაული. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქართული იარაღ-საჭურველის გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია დამთვალიერებელს მე-17 საუკუნიდან მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე ქართული იარაღის სახეობების მნიშვნელოვან ნაწილს აცნობს. გამოფენაზე წარმოდგენილია 150-ზე მეტი ეთნოგრაფიული ექსპონატი. ესენი ახმლები, ხანჯლები, თოფები, დამბაჩები და სხვა სახის შემტევი და თავდაცვითი იარაღის უმნიშვნელოვანესი კოლექცია. გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ გახსნა. არის შესანიშნავი გამოფენა, აქ არის იარაღის აღჭურვილობა გამოფენილი, მეფეთა ნივთები და კიდევ ერთხელ ბრუნდებით ისტორიაში, ვინ ვიყავით კიდევ ერთხელ გადავხედავთ ამას და უამრავი ხალხი მოდისათ. ეს ის ნივთებია, რომელთანაც დაკავშირებულია ჩვენი ისტორია, ძალიან ბევრი მემორიალური ნივთია და ამ გამოფენის მიზანი გახლავთ, რომ გაჩვენოთ ჩვენი წარსული და ამასთან ერთად გაჩვენოთ ის მაგალითები, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყანა. პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულ სცენაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გრძელდება. ამ წუთებში ანსამბლ ერისიონის კონცერტი მიმდინარეობს. ერისიონის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკუაშძელის თქმით, დღეს სახალხო ზეიმია და ის თავის მოცეკვავეებთან ერთად აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. თავისუფლება ყველაზე ძვირფასია მოგეხსენებათ და ჩვენ დავიწყეთ ეგ თავისუფლების მოპოვება საქართველოს უკან გრძელდება და ალბათ
ვიქნებით იმ დონეზე, რომ თქვენ გავიხარებთ. ეს არის საზეიმო სახალხო ზეიმი და ბედნიერი ვარ ჩვენი ანსამბლის ღებულოს მონაწილეობასაც. გურული ფერხულით გაიხსნება საერთოდ საზეიმო ცეკვით და რა ვიცი რამდენიმე ისეთ საზეიმო მრავალჟამიერს და საზეიმო სიმღერებს შევასრულებთ. ვიცი დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის ქართველი ერის წინაშე წერსდგომა. 26 მაისთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები პირველი გიმნაზიის წინ ამ დრომდე მიმდინარეობს. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა ყრუმუნჯთა კავშირის ანსამბლმაც მიიღო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს. სმენა დაქვეითებული ბავშვები არიან და მეწყვილება შეზღუდულები. ამათან მუშაობა ცოტა ისეთი სპეციფიკური არის და ბავშვებს ერთადერთი ტალღით ესმით მუსიკა იღებენ და გაზეპურებული აქვთ ტემპი. ქუთაისში პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის აკაკის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში ავტორის ვასილ ამაშუკელის ძეგლი გაიხსნა. ძეგლის დადგმის ინიციატორი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა იყო. ძეგლის გახსნას დაესწრო ვასილ ამაშუკელის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარი კინომცოდნე გოგი დოლიძე. გახსნაზე გამოფენილი იყო 1912 წელს აკაკის მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოსურათი და მოეწყო მცირე წარმოდგენაც. აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში ვასილ ამაშუკელმა 1912 წელს გადაიღო. სწორედ აქ გადაღებული იქნა პირველი კადრი მსოფლიოს უნიკალური დოკუმენტური ფილმისა, რომელსაც ეწოდება აკაკის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში და რომელიც გადაიღო პირველმა კავკასიელმა კინოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა და მისი ძეგლი დღეს აქ იხსნება. ჩვენთვის როგორც მოქანდაკისთვის და ავტორისთვის ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ თანაქალაქელი იყო და მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ინიციატივა იყო კულტურის განყოფილების ქალაქის და ქალაქის მმართველობა მერია დაგვეხმარა, რომ ძეგლი ჩამოგვესხა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება ბათუმშიც. ამ წუთებში 6 მაისის პარკში ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი მართავს წარმოდგენას. პარკის ტერიტორიაზე კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელების ნამუშევრებია გამოფენილი. ზღვისპირა ქალაქში სპორტული შეჯიბრებებიც იმართება. უკვე მოეწყო შეჯიბრება მკლავჭიტში, ფეხბურთსა და ხელბურთში. მიმდინარეობს ბრძოლა აჭარის პირველობისთვის ავტორ ბოლაშიც. დღეს არის წყვილთარგმნის მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი გასულ თვეში იყო, მეორე ეტაპი ხონდა დაგეგმილი, დავამტყიეთ 26 მაისს დღესასწაულს და მე მგონი მშვენივრად ჩატარდება ბოლომდე ყველაფერი. ეს არის სახალხო ღონისძიებები. აქ ეხლა მაგალითად მიმდინარეობს კლავჭიდი, რომელიც პროფესიონალური არ არის. ეს არის სამოყვარულო სახის ღონისძიებები, რომელიც დააფინანსა და ორგანიზატორი არის აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი. საზეიმო ღონისძიებები გრძელდება ფოთშიც უკვე დასრულდა სანაპირო დაცვის ბაზიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საზეიმო გასეირნება ღია ზღვაში. ამ წუთებში ქალაქის ცენტრალურ პარკსა და მოედანზე სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს, მათ შორის ყვავილების მეჯლისი და მუზეუმის ექსპონატების გამოფენა. ქალაქის ცენტრში გამოიფინა კოლხური კულტურისა და ხალხური რეწვის ექსპონატების ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, გამოდარების შემდეგ დღის ოფიციალური პროგრამა არ შეცვლილა. სადღესასწაულო ღონისძიებებს დღეს ფოთში გალა კონცერტი დაასრულებს, რომელშიც ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტის ბოლოს საქართველოს ჰიმნს თიკა მახალდიანი შეასრულებს. ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ. ახალი რაიონის მაცხოვრებლები 26 მაისთან დაკავშირებით გაგვასეირნეს იახტით ზღვაში და გვაჩუქეს ერთი ლამაზი დღე. ეს არის ყვავილების მეჯლისი ფესტივალი, რომელიც უკვე ჩვეულ ტრადიციად იქცა და მეორე წელია ტარდება და მასში საჯარო სკოლები ღებულობენ მონაწილეობას. რისი მოწმების თქვენ თვითონ გახდებით და ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი ძალიან ლამაზი სანახაობა იქნება და მადლობა ღმერთს და უფალს, რომ დღეს ესეთი სასიამოვნო და კარგი ამინდი გამოგვიგზავნით. 26 მაისის საჩხერეში ჯარისკაცის მამის ფერადი ვერსიის ჩვენებით აღნიშნეს კინოთეატრში ფილმის ჩვენებას თავად ფილმის რეჟისორი დაესწრო. ჯარისკაცის მამა 1964 წელს რეზო ჩხეიძემ გადაიღო. ფილმი 2012 წელს გააფერადეს. მე მგონია კარგად ძალიან გაგაცნობი. ფრიადზეა გაგაცნობი.
არაფერი რო არ დაკარგა, პირიქით მოემატა ბევრი გეგონება, ხელახლა უყურებ ფილმს. ახალი 6-ზე ბრუნდება ეთერში, სტუდიაში ნატა ასათიანი მუშაობს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და რეგიონებში მრავალი ღონისძიება იყო დაგეგმილი. რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში თბილისში და კიდევ რა ელოდება მოსახლეობას, გვანცა პაპავაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ. Pizza! დავითო მხედრული დისციპლინა! საზეიმო ფიცის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებს 172 ახალი წევრი შეემატა. კურსდამთავრებულებს ქართულ არმიაში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრთან ერთად გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა და შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა მიულოცეს. დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე არის, რადგან ჩვენმა წინაპრებმა მოგვიტანეს ეს სამშობლო დღემდე თავიანთი გმირული ქმედებებით და ჩვენც ვარ შთამომავლები ამ ჩვენი წინაპრების და ღირსეულად ვაგრძელებთ ჩვენი წინაპრების ამ რთულ და საამაყო გზას. მე ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღე არის და ჩემი თანამებრძოლებისთვის, რადგან დღეს გავხდით საქართველოს შეიარაღებული ძალების დიდი ოჯახის წევრი. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვარდების მოედანზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინა. დამთვალიერებლებს აღჭურვილობის შესახებ თავად ჯარისკაცები უყვებოდნენ. განსაკუთრებული ინტერესი მოსახლეობაში მძიმე ტექნიკამ და ქართული წარმოების სხვადასხვა ტიპის შეიარაღებამ გამოიწვია. საბრძოლო ტექნიკა თავდაცვის მინისტრმაც დაათვალიერა. ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ თავდაცვის მინისტრი ეროვნულ მუზეუმში მივიდა და ქართული იარაღ საჭურველის გამოფენა გახსნა. ექსპოზიციაზე 150-ზე მეტი ქართული იარაღის სახეობა იყო წარმოდგენილი. საქართველოს ყოველთვის იყო განსაკუთრებული გმირობის მაგალითებით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ გმირობის მაგალითებს კონკრეტული ადამიანები ჩადიოდნენ და სწორედ აი ამ აღჭურვილობის მატარებელი ხალხი უნდა უმადლოდეთ, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებლობა გვაქვს, დღეს რომ სახელმწიფო გვაქვს. თავისუფლების მოედანს სამხედრო საავიაციო ტექნიკამ 3-ის ნახევარზე გადაუფრინა. საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. დამოუკიდებლობის იდეა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დგას. სწორედ ამ ქვაკუთხედზე უნდა ავაშენოთ დემოკრატიული ინსტიტუტები, იმისათვის რომ გავხდეთ ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული, სრულფასოვანი წევრი. ეს არის რთული, უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი გზა. ჩვენ ვალდებული ვართ საქართველოს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ცივილიზებული ცხოვრების წესზე გადავიყვანოთ. კიდევაც დაიზრდებიან ამ სახელწოდების წარმოდგენა პირველი გიმნაზიის წინ პანტომიმის თეატრის მსახიობებმა გამართეს. ამ წუთებში მუშაობს პანტომიმის თეატრის სცენაზე, რომლის შემდეგაც თბილისის ბიგ ბენდი განაგრძობს პროგრამას და დღის მანძილზე საღამოს 9 საათამდე წარმოდგენილი იქნება სხვა ორკესტრები. ადგილობრივი წარმოების თაფლი, ჩაი, ღვინო, ყველი და კიდევ სხვა პროდუქტები. დამოუკიდებლობის დღისადმი მიმიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც მიიღო. არიან მეღვინეები წარმოდგენილი არიან. არის თაფლის წარმოება, ყველის საკმაოდ საინტერესო რამოდენიმე წარმოება. ასევე ბიო პროდუქციის წარმოებლები არიან წარმოდგენილები. წიგნების გამოფენა გაყიდვა გაიმართა რუსთაველის თეატრთან. ეს კი კოსტიუმირებული აღლუმის ერთ-ერთი მონაწილეა. ხელოვნების სასახლის დირექტორის ორგანიზებით ახალგაზრდებმა მე-5, მე-15 და მე-17 საუკუნეების სამოსი წარმოადგინეს. აი ამ ადამიანებს, სტუდენტებს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან აცვიათ ის ეროვნული კოსტუმები და ტანსაცმელი, რომელიც საქართველოში მე-5 და მე-15, მე-17, მე-18 საუკუნეებში იყო. გარდა ამისა, მათ ხელში უკავიათ ყველა საქართველოს სახელმწიფო დროშა და ყველა დიდი ქართული ქალაქის ვიმპელი. დამოუკიდებლობის დღეს სპორტული ღონისძიებებითაც აღინიშნა. მინი ფეხბურთი, გრეხეთბოლი, კლდეზე ცოცვა, ფარიკაობა. ეს თამაშების არასრული ჩამონათვალია. დღეს ქუჩის კალათბურთს ზაზა ფაჩულია და სპორტის მინისტრი ერთად გულშემატკივრობდნენ. მე ძირითადად როგორც გაალბურთელი მოვედი იმ ადგილას, სადაც ასტრიბოლის თამაშები იქნება, არის ჩემპიონატი, შეჯიბრი და გამარჯვებული გაიმგზავრება ამერიკაში. რუსთაველის გამზირზე ღიაცის ქვეშ დიჯეის მუსიკის თანხლებით შოუ მოაწყვეს ბარმენებმა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დღეს გრანდიოზული ფეიერვერკი დაასრულებს. დღეს ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას 74 წელი შეუსრულდებოდა. კოსტავა 1939 წლის 26 მაისს დაიბადა. ცნობილი დისიდენტი საბჭოთა მთავრობის მიერ რამდენჯერმე იყო რეპრესირებული. კოსტავა ბოლოს საქართველოში 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზა ნოდარ ჩაჩუამ გაიხსენა. ქალაქში სადაც წლების წინ მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს, დღეს ბიუსტი დაუდგეს. ქალაქის ცენტრალურ პარკში მერაბ კოსტავას ბიუსტის გახსნას ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ეროვნული გმირის დაბადების დღეს დაუკავშირეს. პარკში სადაც ეს ბიუსტი დაიდგა, მერაბ კოსტავას სახელი მიანიჭეს. მერაბ კოსტავას ბიუსტის გახსნა ეს იყო მოსახლეობის მოთხოვნა, ეს იყო ქალაქის მოთხოვნა, ეს იყო ერის მოთხოვნა და გაიხსნა კიდევ ვხედავთ რომ ძალიან ლამაზია. ეგ პარკი იქნება მერაბ კოსტავას სახელობის პარკი და ამ ბიუსტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს აი ამ ტერიტორიაზე. თან დადიანების სასახლე არის ახლოს გვერდით, თან ტაძარია. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილას დგას. მერაბ კოსტავა არის ესე იგი ფუნდამენტი, ეს არის საძირკველი ზვიად გამსახურდიასთან ერთად, რომელმაც ძერწეს და გამოძერწეს საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელმაც მოგცეს ჩვენ და დღეს მე თქვენ საქართველოს მოსახლეობა გოგონები ბიჭები რომ ასე არხენა და ვართ და რომ ასე არხენა ცხოვრობთ, ეს არის სწორედ შედეგი აი ამ მეწამული და ეკლიანი გზისა და ბრძოლისა, რომელსაც აწარმოებდა მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები. ეს მერაბ კოსტავას გამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური კადრებია, რომელიც 9 აპრილის დარბევის ღამესაა გადაღებული. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაებაში ამ სისხლის ბრაში პირველად ასა შაქრული, ასა მთლიანი წარმოდგა ქართველი ეს 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგაა გადაღებული. მერაბ კოსტავა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ეროვნული გმირი ქვეყნის დამოუკიდებლობას ვერ მოესწრო. მისი ბრძოლის მთავარი მიზანი გარდაცვალებიდან 2 წელიწადში მისსავე დაბადების დღეს გამოცხადდა. 26 მაისი ისტორიაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღედ ჩაიწერა. ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის 1956 წლის სუსხიან ზამთარში დაიწყო. რუსთაველისა და პლეხანოვის გამზირზე გაჩნდა პროკლამაციები ტექსტით ძირსპირსისხლიანი კომუნისტები გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ანტისაბჭოთა პროკლამაციების გაკვრა გავრცელების გამო საიდუმლო ორგანიზაცია გორგასტლიანის წევრები დაიჭირეს. ასე მოხვდნენ სკოლის მერხიდან საპყრობილეში მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. ეს იყო ახალი ეროვნული მოძრაობის პირველი ნაბიჯები. ოდნავ მოგვიანებით კი მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციას აყალიბებს. საბჭოთა სამყაროში იწყება ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის. ასე დაიწყო გადასახლების წლები და თავისუფლების უსაზღვრო დინი. ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია. მერაბი ეროვნული მოძრაობისთვის და საქართველოსთვის არის ყველა. ეს არის შეუცვლელი პიროვნება. თანამედროვე ჩვენი დღევანდელი მოძრაობის სიმბოლო და დიდება. ეს იყო რაღაც გადმოხვეწილი, აი იმ წარსულიდან, იმ ძველი საქართველოსთან გადმოხვეწილი კაცი, აი ამ ჩვენს საშინელ მახინჯ თანამედროვეობაში. თუკი ჩვენ არ გავერთიანდებით და ერთად არ ვიმოქმედებთ, განგება ჩვენ ისეთ გამოსცემს მოგვიწყობს, რომ ერთმანეთს ვეძებდეთ ხელების ცეცხლებით. გაერთიანებას მაშინ ეროვნულმა გმირმა ვერ მიაღწია. მერაბ კოსტავა ამ შეთავაზებიდან რამდენიმე დღეში დაიღუპა. 1999 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისისკენ მიმავალი სოფელ ბორითთან ტრაგიკულად დაიღუპა. იმ დღეს თბილისის ქუჩებმა ლამის მთელი საქართველო დაიდია. ყველა მგულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მამულიშვილი.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას წინ უძღოდა ყაზბეგის დოკუმენტი, რომელზე ხელის მოწერითაც რუსეთმა აღიარა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. დათო ახვლედიანის სიუჟეტში ნახეთ საქართველოს დამოუკიდებლობის უახლესი ისტორიის საინტერესო დეტალები. დარიალის ხეობა, საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო საზღვარი. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ისტორიული მნიშვნელობის ადგილი. საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატი და ყაზბეგის მაჟორიტარი მირიან ციკლაური საქართველოს დამოუკიდებლობის იმ წლებზე საუბრობს, რომელიც პირველი დამოუკიდებლობის პერიოდსა და 1991 წელს ყაზბეგის ხელშეკრულებად ცნობილი დოკუმენტის გაფორმებას უკავშირდება. ციკლაური მაშინ ყაზბეგის პრეფექტი და უზენაესი საბჭოს წევრი იყო. 1918 წელს 26 მაისს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 27 მაისს უკვე დაიწყო ბოლშევიკური რუსეთის შემოტევა ჩრდილოეთ კავკასიიდან, კერძო დარიალის ხეობიდან და აქ ადგილობრივი მოსახლეობა აღუდგა წინა ამ შემოსვლას, რუსების ბოლშევიკური ძალების შემოსვლას. 1991 წელს აქ შემოვიდა ელცინი ბატონ ზვიადგამსახურდიასთან შესახვედრად. ეს შეხვედრა მოხდა ყაზბეგში. მოეწერა ხელი მრავალმხრივ ხელშეკრულებას საქართველოსა და რუსეთს შორის და ამ ხელშეკრულების საფუძველზე ფაქტურად ამ ხელშეკრულებით ელცინი ფაქტობრივად აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. 1991 წლის 23 მარტი დარიალის ხეობა. რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების შეხვედრა. ბორის ელცინი და ზვიადგამსახურდია ხელს აწერენ დოკუმენტს, რომლის თანახმად რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. Россия полным уважением относится к суверенной грузинской республике, к ее самостоятельной политике и готовы без каких-либо предварительных политических, экономических и прочих условий заключить с Грузией такой договор. Я должен сказать вам, что мы долго ждали этот день. Долго ждали его как-то символически, что мы встречаемся на том месте, где впервые нога Пушкина вступила на грузинскую землю. Как-то все это красиво получилось. Поэтически получилось, и мы благодарны судьбе за это. თენგიზ სიგუა დოკუმენტის ხელმოწერის უშუალო მოწმეა. ზვიადგამსახურდიას დროინდელი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მეცხრიართან საუბარში იმ ისტორიული დღის ეპიზოდს იხსენებს, როდესაც დოკუმენტის ხელმოსაწერად ყაზბეგში ბორის ელცინი ჩავიდა. ზუსტად საზღვარზე დავხვდით და დათქმულ დროს მართლაც გამოჩნდა კორტეჟი. ამ კორტეჟს წინ მოუძღოდა ორი ბეტერი. ესე იგი ჯავშან ტრანსპორტიორი ქართულად. გაჩერდნენ, გადმოვიდა ბატონი ელცინი მანქანიდან, წამოვიდა, მე დავხვდი როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ერთი რამე ვთხოვე, რომ მეუთხარი ბორის ნიკოლაევიჩ საქართველოს საზღვარს ბეტერებით ნუ გადმოგეთავთ მეთქი. იმ წუთში მოbrunდა კარჟაკი კარჟაკოვი იყო მისი დაცვის უფროსი. გამოიძახა და უთხრა ეს ჯართი მოაშორეთ აქედან და ორივე ბეტერი მართლა მოტრიალდა და მოხსნიდა საზღვარს. თენგიზ სიგუა ყვება, რომ ხელმოწერამდე მცირე ხნით ადრე ისტორიული დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი სადავო გახდა. თავარი მიზანი იყო ელცინის ხელი მოეწერა, რომ ყოფილი ჩანაწერი ყოფილი სამხრეთ ოსეთი. და ელცინი დათანხმდა, რომ ხელი მოეწერა, მაგრამ მასთან ახლდა თავარი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში. ძალიან აქტიური წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო, რომ ეს პუნქტი ამ პუნქტზე არ მოეწერა ხელი ელცინს. სადავოიტო ამაზე წავიდა წინააღმდეგი და მე პირდაპირ ბორის ნიკოლაევიჩი ასე ჩვენი მოლაპარაკება არ გამოვა ძალიან პირდაპირ ვუხარ თავხედობს მეთქი თქვენი მრჩეველი ქალბატონი. უცბად მოტრიალდა და გალინა ვონ უყირა და გააძევა ეს ქალბატონი მოლაპარაკების ოთახიდან. და მოაწერა ხელი ამ ჩვენთვის ყველაზე უფრო სასურველ პუნქტი დეკლარაციას ამ პუნქტით. საქართველოს დამოუკიდებლობა ყაზბეგის ხელშეკრულების შემდეგ 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეფერენდუმი გაიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მაცხოვრებლებმაც მისცეს. ასეთი იყო ამ დროის სიახლეები, მე დროებით გემშვიდობებით, ზუსტად 10:09 სპეციალური გამოშვებით დაგიბრუნდებით დროებით.